აი ვერ ხვდები, ვერანაირად ვერ ხვდები ბიჭო, რუსეთი როგორ უნდა გიყვარდეს. რის გამო უნდა გიყვარდეს რუსეთი? რა გაგიკეთა რუსეთმა შენ რო რუსეთი დააფასო? აი ერთი ჭღრ ხალხი რო არის, აი ფეხს რო ძლივს აქანავებს, საბჭოთა კავშირის დროიდან გადმონაშტი რო არის. აი მაგად გიყვართ, კაი, რუსეთი გავიგე 10 მანითად დაგულავდით რუსეთში და რუსულ ტანიებზე ნადირობდით რა, სხვანაირად არ გამოდის აქ. მაგრამ ცოტა საღად მოაზროვნე პიროვნება რო ხარ, რომელმაც იცი რა მოხდა და რასაც აკეთებს რუსეთი ნებისმიერ მომენტში, როცა მოინდომებს საქართველოს მიმართულებით. იცი რომ ღალატობს ყოველთვის როცა მას ჭირდება, იყენებს როგორც იუდას მონეტასავით, აი სადაც დავჭირდებით, როგორც დავჭირდებით, ისე გამოგვიყენებს. აი პუიჯო პოეტი არ აყავს რუსეთს, აი ხო გვაქვს განაგონი, ვისაც განათლება ოდნავი რო გვაქვს, ისენინი, დასტაევსკი, ლერმონტოვი, რა ვიცი, ტოლსტოი. ბიჭო, ამათ იმდენი ცუდი სიტყვა აქვს თავიანთი ერის მიმართულებით დაწერილი, მეტი რო არ შეიძლება, აი ვისაც გონიათ რომ ვიტყუები, დაწერეთ რუსი პოეტები რას წერდნენ საკუთარი ერის მიმართულებით. Просто Google-ში დაწერეთ, Google-ს არენდობთ, Wikipedia-ში დაწერეთ, Wikipedia-ში არენდობთ იმ დედანაქტირებ Yandex-ში დაწერეთ. ბიჭო, არ არსებობ, რუსი თვითონ ლანძღავს საკუთარ თავს. თქვენ რატო გონიათ რუსი რომ რამით კარგი არის? რუსი რომელია? რუსი არის ღორი, ღორის შვილი, ღორის გადმონაშტი. სხვა არაფერი არა აქვს, ტიპებს არა, ქვეყნით არიან ვებერთელა და ეგერ ებრძვიან უკრაინას. რის გამო ებრძვიან? თვითონ არიციან დღემდე. მაგრამ კომენტარებში წერენ სასწაულს საქართველოს მიმართულებით აქვს დაწყებული საუბარი და იძახიან პროტესტს ვინც გამოთქვავს მაგათ საწინააღმდეგოდ. მიდითო პოლიციელებო გადაუარეთო ამ ღორებსო, ბელორუსიზაცია უნდა მოხდესო საქართველოსი, ამას ტელევიზია იძახის. მაგათი ცენტრალური ტელევიზიები იძახი. ბელორუსიზაცია უნდა მოხდეს საქართველოსიო, უნდა გაერთიანდესო საქართველო რუსეთთანო და მაშინ იცხოვრებსო საქართველო კარგადო. გვერდით ეუბნებიან, საქართველო უნდა იყოსო ჩვენი მომსახურე პერსონალიო, ბიჭო, როგორ უნდა მოგწონდეთ, ბიჭო, ეგეთი რუსეთი, რომელიც გეუბნებათ პირდაპირ, ჩვენი მიმტანები უნდა გახდეთო, როგორც ჩამოდიან იმ რუსეთიდან რესტორანში რო ჯდებიან და ჩვენი ქართველები, ბიჭები, გოგოები მიდიან, აი ესე თავს რო უხრიან, აი იმ დონეზე უნდათ რომ მიმტანებად გაქციონ თავიანთ ქვეყანაში. აი რა ვიცი, აი ჯამშუტი და რაფშანი ვინც იცის მაგათ ტელევიზიაში, ვინც არის ეგრე ვარ წარმოდგენილი მაგათვის ჩვენ მაგათვის არა ვართ ადამიანები, მაგათვის ვარ ჩვენ ღორები. აი წარმოიდგინე, აქეთ გვიყურებენ როგორც ღორებს, რომელსაც უნდა მიუგდო ხურდა და უნდა ემორჩილო, მონა უნდა იყო და ხელზე უნდა აკოცო. აი ესეთ ხალხთან გინდა თქვენ რომ რაღაცნაირი კომუნიკაცია გქონდეთ. კომუნიკაცია მინდა რუსეთთან მხოლოდ ერთი, რომ აი თავიანთი 300-იან სიტყვაზე წავიდნენ ძალიან შორს. არანაირი კომუნიკაცია რუსეთთან არ არსებობს. რუსეთი გამოგიყენებს ყოველთვის. შენ ქართველი თუ ჭკვიანი ხარ, გამოიყენე რუსი იქით, მაგრამ შენთან ახლოს არ მოიკარო, არ მიიშვა შენთან ახლოს, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში მზად არის საკუთარი სიკეთის გამო გიღალატოს. თუ შენზე მაღლა დგას, შენ მისთვის იქნები ყოველთვის მონად მორჩილი. მორჩა სხვა შენ არა გაქვს, უფლება არა გაქვს თავი წამოწიო. ჭამა საჭმლის კეთება იცი, მომსახურე პერსონალი ხარ მაგისტვის. ცეკვა იცი, მაგისტვის ხარ გართობა. მეტი არაფერი არა ხარ. ჩამოდიან ბიჭო საქართველოში, ხსნიან ბიზნესებს საქართველოში. აკონტროლებენ საქართველოში უმრავლეს სიტუაციას როგორი არის, აი რა დონეზე უნდა მოგწონდეს რუსეთი, რომ ამას ვერ უხდებოდე, რასაც გიკეთებენ. შენ ქართველი ხარ 3 მილიონი ნახევარი ადამიანი. ის შობელძაღლი არის 145 მილიონი. გადმოგისახლებს აქეთ 5 მილიონ ადამიანს, მერე რა შვები შენ? 5 მილიონი მდიდარი რუსი მოვა, ქართველი რას იზამს მერე? ვინ იქნები შენ მაგათვის? აი აქ უნდა მოხვიდეთ, ამ დროს უნდა მოხვიდეთ აზრზე. აი ვინც ვერ ხვდებით არა, ვინც იძახის რომ არა, ომი არა, აი TikTok-ი არ იყოს გაგინებდი თქვენ, ვინც ომით მანიპულირებთ, ბიჭო. აი ეს არის ყველაზე ცუდი.
რომ მომით манипуლირებ და ხალხში შეგა თქვენ თვითონ ქსიამოვნებთ რომ იცით რომ თქვენ რაღაცა ბიზნესებში ხართ მოდებული და რუსეთისგან ფულსაც აიღებ ზოდათი და მე რა მონავიყო რა ოღონდ მჭამო რა ფული მქონდეს რა აი ამაზე არის რა სიტუაცია ხალხო ამასაა რომ აპროტესტებთ ყველანი რა ვიცი აი რუსეთი თუ გიყვარს აი პირდაპირ ვინც გეუბნებათ რუსეთის მომხრე არის აი აქ არ შევიგინები მაგრამ აგინეთ რომ შერცხვეს იმ დონეზე იმიტომ რომ მაგდენი გინება ქართულში მაგინდო ვართ რომ სულ ღია ენის პატრონები ვართ აი საჭირო დროს უნდა აგინო ადამიანს მაგიტომა გენაცვალეთ ქართველებო რა არ ვიცი სად მიაქანებენ ქვეყანას მაგრამ დავდგებით ფეხზე რუსების გარეშე ღორების გარეშე